ვინაიდან 13 წლის თავზე კობახიძემ გაიგო, რომ ქვეყანაში ფასები ძალიან მაღალია და უბრალოდ აქამდე არ ქონდა შესაძლებლობა ებრძოლა მათ წინააღმდეგ, მე გადავწყვიტე დავეხმარო მას სუპერმარკეტებში გაძვირებული ფასებში დამნაშავე პირების პოვნაში. და შემდეგი რამ გავარკვია. ორი ნაბიჯის ქსელის მეწილეა კახა ბექაური. მან ბოლო 4 წელიწადში 45 მილიონი ლარის მოგება მიიღო ორი ნაბიჯიდან. სხვათა შორის კახა ბექაური ქართული ოცნების კომუნიკაციების კომისიის ხელმძღვანელია. აგროჰაბის დამფუძნებელი აკაკი ახვლედიანია. ის ალექსი ახვლედიანის ძმაა, რომელიც ქართულ ოცნებასთან დაკავშირებული პირია. მის სახლში რიჟვაძემ თვითმკვლელობა სცადა. მისი ბიზნეს პარტნიორები შოთა ბასილაშვილი და დიმიტრი რამიშვილი ოცნების მსხვილი შემომწირულები არიან. ყველას ერთად ასეულობით 1000 ლარი აქვს შეწირული ოცნებისთვის. დეილი, მაგნიტი, გვირილა, სპარის და იოლის ერთ-ერთი მეწილე არჩილ გეგენავაა, რომელმაც სხვათა შორის ლავროვის შვილის ქორწილს უმასპინძლა საკუთარ სასტუმროში და ქართულ ოცნებასთან დაახლოებული პირია. სპარის მეწილეები არიან ძმები მიქაძეები და ფარცხალაძე. ამათაც ასობით 1000 ლარი აქვს შეწირული ქართული ოცნებისთვის. მაგნიტი და გვირილას ერთ-ერთი მფლობელი ოცნების დეპუტატი ვასილ ჩიგოგიძეა. ქართული ოცნებისთვის შეწირული აქვს 1.200.000 ლარზე მეტი. დავით დუმბაძე ნიკორას მეწილეა და ქართული ოცნების შემომწირველი. სმარტის ქსელის დამფუძნებლები ქართული ოცნების მეგობრები ძმები მხაკაძეები არიან. გუდვილის დირექტორი და მეწილე გიორგი საბაშვილია, ასევე ქართული ოცნების მეგობარი. დეილის მეწილე თამაზ ძაგნიძეა, გაგიკვირდებათ და ასევე ქართული ოცნების შემომწირველი. ამ ხალხს მილიონობით ლარი აქვს შეწირული ქართული ოცნებისთვის და დავიჯერო ეს ხალხია დამნაშავე ამ ყველაფერში? მართლა ჩემგან გაიგეთ ეს ყველაფერი?